ნონა მას? ნიკა? მე თქვენი გამოსტებისთვის ვემზადები და თქვენ ასაკეთებთ აქ. მე მეგობართან მოვედი. პოროხ, მოდი ერთი წუთი აქ. რაკემი, მასწავლებელი ამოიყვანე შეჩემა? აბა რა მექნა ინგლისურის ლექტორმა უარი მითხრა. ისე ერთის მხრივ კარგია, ხო იცი? ჩემები რომ მოვიდნენ, ვეთქვი ნიკამ მასწავლებელი. აუ, ხო, ბაზარია რა. რა ხო? გაიცანით ეს ჩემი ქართულის მასწავლებელია ნონა მასი. გამარჯობათ, გალბატონო. იმდენი რამ მომიყვა ნიკამ თქვენზე სასიამოვნო რომ. ერთი წუთი თუ კაცრავად. ეს ბავშვი აქ რასაკეთებს? დაგეწერა ნიშანი და არ იქნებოდა. ნიკა, ძალიან მიხარია აქ რომ ვნახე, იცი? აი პოროხა, ჩემი მეგობარია და ხანდახან ქართულში ვამეცადინებ ხოლმე. მეც გამიხარდა თქვენი ნახვა აქ. ერთი წუთი. ბიჭო, ეხლა ეს არის ქართული ენის სპეციალისტი. ვიცი. ხო და გამართული ქართულით უნდა ილაპარაკო, ხო იცი? ანუ სექსის მერე გაასწორა და დაგლიჯა არ უთხრა. აბა რა უნდა უთხრა? უნდა უთხრა, რა დიდებული იყო თქვენთან გატარებული ყოველი წამით ხო. თორე ორიანი არ აქცდება პოროხ. ნიკა მამაზე თქვა მკაცრიაო? ხო? აი მე რა ქალს მამაზინებ. მომისმინეთ ახლა. დროზე რაღაცა მოიფიქრეთ. ვერაფერს უნდა მიხდა, სწორედ დავიღუპე. მომისმინე, ეზოს ჩად და ჩამოვალ რა. ბექა, პოროხ, გაკვეთილს იგივეს გიტოვებთ. და მე წავალ, კარგით. ნიკა, კარგად. ნახავთ ნონას, მაგრამ თხილად იყავით. რაღაც სუნი მცემს. უბრალოდ შანტაჟის სუნი მცემს. რა თქვი ნიკა? რა და ზუსტად ვერ მივხვდი აქ რა უნდა გაიკეთებინათ, მაგრამ რაც უნდა გააკეთებინათ იმის არ გამჟღავნებისთვის რომ ყველაფერს გააკეთებთ, ეგ მივხვდი. აუ, ნახე რა მაგრა ბაზრო. ნიკა. არსად არაფერი არ თქვა თორე. ქულას არ გაღირსებ. ქულასაც მაღირსებ და გვერდით მიუწერთ ნიკას დიდი სიყვარულითო. კარგი. 10-იანს დაგიწერ და არსად არ თქვა აქ რომ ნახე. 8-იანი დამეწერთ და 2 ადამიანს ვუწევ. არავის არ უთხრა და მომავალ სემესტრში 10-იანს დაგიწერ. კარგით. ხო გინდოდა ჩემი წასვლა. წავედი. ნონა მას 10-იანს რომ ვიწერთ. და კრებაზე ჩემი შეხება არ დაგაუწყვით. კარგად. პოროხ. ეგ ჩემი წიგნი მე აღარ მჭირდება და შენ გაჩუქებ.